და გონებისთვის, გონებას რომელმაც ძალადობისა და აღმართის ახმის გარდა არაფერი არ იცის, უნდა დაიპყროს ის იმისია, როგორ ის ტყუდება მაგითი. გონია რომ რასაც მიაწვება, ის არის ერთადერთი მართალი, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ის არის, რომ ამან თავისი დავალება შეასრულა, მთაწმენდილია, ეხლა რაღაცა სხვაც უნდა მოიგონონ, ხო? მეორე დავალება იქნება ესეთი, დავიკითხავთ რა დამაგიწყე. ზღვის გაღმა ქალაქი რომ არის, ხვალ დილამდის გაღმა გადმოიტანეო. დაღონებული მონადირი ისევ მიდის თავის მეუღლესთან და ეუბნება, ამას კი უკვე ვეღარაფერს ვეღარ უცვლელი. ვის გაუგია ქალაქის ზღვიდან ერთი მხრიდან მეორეზე გადმოტანაო. რა? თავისი მზეთუნახავი ცოლი ისევ ეუბნებაო. ნუ გიშინია, ეუბნება. წადი ერთ მინტორზე გადი. იქ რომ მიხალ საყვირი მოითხოვე. დაიყვირებ. რაც ქვეყანაზე ნადირები არიან მოცვიდებიან და ქალაქის გადმოტანაში დაგეხმარებიანო. რას ნიშნავს ეს? ადამიანში ქვეცნობიერება გონების 90% შეადგენს. დანარჩენი 10 არის თვითცნობიერება. ჩვენში არსებული ინსტინქტები და ემოციები, ანუ ეგრეთ წოდებული ნადირები, ცხოველები დაკავშირებულია ქვეცნობიერებასთან. როცა მცდარად რელიგია ადამიანს ასწავლის, რომ რაც ცუდი გაჩნდება, ის უნდა მოიკვეთო და გადააგდო, ის ცუდია. და გარიგებს არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, არაჩვეულებრივი დარიგებაა, მაგრამ მარტო შიშით მაგას ვერ ვაღწევთ ახლა ეგ ფაქტია რომ ხელში შედეგი არ მიჭირს, იგი რაღაცა სხვა მიდგომაა საჭირო, რაღაცა სხვა გაგებაა საჭირო, რაღაცა სხვა მხრიდან უნდა გავარკვიოთ ეგა. ის არის ძალიან სასაცილო ფაქტი, რომ ის რაც ჩემში 90% იმას შევებრძოლო ჩემი 10%-ით. ჯერ შეუძლებელია, მეორეც ერთი თუ მე 90%-ს მოვიჭრი და გადავაგდებ. თლიანობას ვერასოდეს ვერ მივაღწევ. რანაირად შეიძლება მივიღო მეორე ადამიანი ზუსტად ისეთი როგორიცაა ის, მე თუ ჩემი თავი ვერ მივიღე ისეთი როგორიცაა ვარ. მაგას ჭირდება გარკვევა. როცა ადამიანში თქვა ჩდება, ძალიან არ ვიცი ხლა მე ჩემს life coach-ის მიდგომას ძალიან ვიყენებ ყველაფერში, როცა თქვა ვიღაცა მეუბნება რომ რა ამბიციური ადამიანია რომ შემოვა ოთახში უნდა ყველას ყურადღება მიიქციოს და ნამუსი ამას არ გააჩნია და არაფერი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ამბიციურობა ძალიან ცუდი რამეა, ან შური გაჩნდა ადამიანში ცუდი რამეა, ან იმაში სექსუალური ჭარბი ენერგია ძალიან ცუდი რამე. ყველაფერს ჭირდება მოსმენა, ყველაფერს ჭირდება ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია არ ხდება რაღაცა რომ კარგი შექმნა, იმას ჭირდება თავისი ნედლეული თავისი ენერგია თუ არა გაქვს, ხო, წნევას ზევით ვერ აიტან, ქალაქს ვერ გადმოიტან, ქვეცნობიერები და რომელიც არის ფაქტიურად სიბნელეში და სარდაფში, შენ უმაღლეს ცნობიერებას ვერ გაიხსნი, თუ იქიდან მთელი ენერგია არ ამოიღე. რაც გაჩნდება, კი არ უნდა მოიჭრა და გადააგდო, კი არ უნდა დათრგონო და უარყო. ის უნდა გამოიკოლიო, იქიდან უნდა ისწავლო და იქიდან უნდა განვითარდე, ის უნდა იმას უნდა გაუკეთო ტრანსფორმაცია. მე როცა ვხედავ რომ ვიღაცა არის ძალიან ამბიციური და იმაზე ვღიზიანდები, ძალიან ამბიციურია. მე ჩემთან შევეკითხები რა არის მაინც რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად და უცებ აღმოვაჩე რომ ბავშვობაში მასწავლეს რომ თურმე ამბიცია ცუდია, რის გამოც მე არასოდეს ჩემ თავს უფლებას არ ვაძლევ ხმა მოვიღო და ჩემი სიტყვა ვთქვა. მე იმისი ამბიციურობა კი არ მაღიზიანებს. მე რო ჩემში რაღაცა მოვიჭერი და დავთრგუნე, ის მაღიზიანებს და მე აღარა ვარ მთლიანი ადამიანი. მე თუ ამას მოვუსმენ, ჩემში ამბიცია აღარ შემაწუხებს, მე ის უკვე ტრანსფორმირებული მაქვს, მე ის ენერგია უკვე ზევით მაქვს აწეული. არ შეიძლება სექსუალურობის ჩაკლა, არაფრით არ შეიძლება, ეგ არის ის, რაც ადამიანს ფაქტიურად სიცოცხლეს კლავ იმაში. იმას ჭირდება შემოქმედებით ენერგიად გარდაქმნა. აუცილებლად. აბსოლუტურად. თორემ მასე
არიან ადამიანები, მე არავის წინააღმდეგი არა ვარ და არავის შეურაცხყოფას, აი ეგ საბოლოო რაზრისიც მიზანიც მაქვს, ან ვინმე გავსაჯო. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავში მაგას კლავენ და ფიქრობენ, რომ სიწმინდეს მიაღწიეს. ახლოს რომ მიხვალ, შორიდან თითქოს აი რაღაც ესეც ჩანან, ესეთი გამოხედვა აქვს, ესეთი ახლოს რომ მიხვალ, ხო, იქ სიცოცხლე უკვე აღარ არის, ტიპი არის მკვდარი. არ არსებობს ეს ადამიანი. უბრალოდ ზედაპირზე რაღაც ილუზია შეიქმნა და იჭერა და იმაში ცხოვრობს. რაც იმისი საქმეა, ეგ არავის განშის საგანი არ არის. იმან როგორ შეძლო თავის მაქსიმუმი ისე გააკეთა. მე იმას ვამბობ, თუ მაგას გარდაქმნი, აი მაგის გარეშე, თუ ადამიანი საკუთარ თავში ნებას არ გარდაქმნის, მაგის გარეშე, ვერც გაწყენებას ვერ მიაღწევს, ვერც ნეტარებას ვერ მიაღწევს, ვერც უმაღლეს ცნობიერება ვერ გაიგრძელებს იმ ადამიანში. მასეთ ადამიანს აღარ ჭირდება დარიგება უთხრა, იცი, ნუ იმრუშებ. ის გაიცინებს, იმიტომ რომ მე საყვარელო, ეგრე ჩემში ჭდება ეგ ენერგია. მე იმას იცი რა კაი მიმართულებას ვაძლევ. რაში მჭირდება ისეთ რაღაცაში დავიხარჯო, რაც მე საშინელ განცდა შემიქმნის. მე რომ ჩემს თავში არაფერს არ მოვკლავ, აბსოლუტურად არაფერს. მე ჩემს გარეთაც არავის არ მოვკლავ. მე ჩემში თუ შურსაც კი არ ავკლავ და კარგად მოვუსმენ. იცით როგორ იქცევიან შური? გაჩნდა შური. თქვენ არის ზოგადად კარგი ბიჭი, კარგი გოგო. და რაღაც ვიღაცის შეშურდა, როგორ შეიძლება ვიღაცის კარგი დაინახო, ყველაში ამოიწევა ემოცია, ენერგია. ეგ არის ნატურალური, იქ რო ის საჭირო არ იყოს იმას ღმერთი არ ჩადებდა. ეგ არის აუცილებელი. ჯერ ერთი იმას არ ყო, რაც შეშურდა, კარგად დაფიქრე, ესე იგი ეს არის რაც გინდა. იმის მაგიერ რომ დაამტკიცო, მე იმდენ ენერგიას ვხარჯავთ იმის დამტკიცებას. არა, რას ქვია შემშურდა, ეხლა მე ამისთვის იცი რას გავაკეთებ და ემსახურები იმას, ვისაც უკვე წარმატება აქვს მიღწეული და შენ საქმეს ტოვებ უკან. ეგ არის სასაცილო. მაშინ როცა შენ შეგიძლია დაფიქრე, ეს ის არის, რა შემიძლია ამ ადამიანისგან ვისწავლო. მიდი ახლოს და დაინახე, როგორ მიაღწია იმას, რაც მიაღწია. მაშინ უკვე შური გარდაიქმნება, იცი რა, ვიღაცას რო დაინახავ წარმატებულს და შენ შემოიწევი ვიფიქრებ, იმას თუ შეუძლია მე შემიძლია. აბსოლუტურად. რა თუნდა მაგას მოკლა. მე თუ არაფერს არ მოკლა ჩემ თავში, ყველაფრიდან რაღაცას ვისწავლე. როგორ შეიძლება ვინმე სიცოცხლე წავართვა? როგორ შეიძლება თავში ეგ აზრად მომევიდეს? მე თუ ჩემს ცენტრთან ახლოსავა, როგორ შეიძლება რაიმე საგანი ჩემი ღვთაება გახდეს? არ შეიძლება. მეორე ღმერთი არასოდეს არ მეყოლება. ზღაპრებში ხშირად არის ხოლმე დევებს რო ეკითხებიან, შენი ძალა რაშიაო? ზოგის ძალა ფულშია, ზოგის ძალა სიყვარულში, ზოგის ძალა კრიტიკაში, ზოგის ძალა არ ვიცი, 1000 სისულელეში. და მე ვფიქრობთ, რომ რაღაცა კაი რაღაცის მიმდევრები ვართ. და ამ დროს სხვა რამის ვეთაყვანებით. სიტყვებით სხვაგანავართ, საქმით სხვაგან, გონებით სხვაგან, გულით სხვაგან, აბსოლუტურად დანაწევრებული. და მე გუგოს რატო არ შემიძლია იმ ადამიანის მოსმენა ან მიღება, როგორ მოусმე საკუთარი თავისთვის არ მოგისმენია არის დროს. საკმარისია ადამიანმა თავის ქვეცნობიერებაზე მუშაობა დაიწყოს. მე ვერასოდეს დიდი ხნის განმავლობაში მამაჩემზე ვიყავი ძალიან გაბრაზებული, ისეთი მამა მყავდა ძალიან დილით 6 საათზე ადგებოდა, მე რომ საჭმელი მეჭამა, ცხელი პურის გარდა არაფერს არ შევჭამდი, იმას ყოველ დილით მომიტან და აი მამაჩემის პრინცესა ვიყავი. და მე რაღაც პერიოდში იმის ცხოვრება შეიცვალა, იმის პირად ცხოვრებაში რაღაცა მოხდა, მე მან დავკარგი ისეთ დროს, როცა ვფიქრობდი ყველაზე მეტად ვჭირდებოდა. მე რომ ჩემს თავში ბევრი რამე გავარკვიე და მივხვდი რამდენჯერ ვაგდებდი ბუტიდან სიყვარულსაც, სიბრძნესაც, ღირსებებსაც, სილამაზესაც, ყველაფერს და ვწირავდი მელაკუდას, რომ მეგონა რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. მე მივხვდი იმ არ ბუტიდან გადმომაგდა, ჩემთვის იყო ეგ აუცილებელი. იმიტომ რომ მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. იმას რომ ბუტიდან არ გადმოვაგდე. თავი გაპოვნეს. აბსოლუტურად, როგორ შეიძლება მე რა მიშლის დღეს ხელს ჩემს ასაკში, ჩემი თავისი არ მეყვარდეს, როგორც უნდა მეყვარდეს. რაში მჭირდება მამა იქ, რომ მამამ თავზე დამკანკალებდეს. ის კი ცოცხალი არა ის და ნათელშია, მაგრამ როცა ადამიანი საკუთარ თავში უბრალოდ იმის თქვა მინდოდა და მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ მე არ ვიცი, მე ჩემს თავში ჩავედი და იქ რაც ვისწავლე, უბრალოდ იმას გინაწილებს, მაგალითის სახით. თორე ყველასა გვაქვს ეგ გზა გავლით და ეგ მოგზაურობა ჩატარებული.
მე იმისი თქმა მინდა რომ როცა მე ჩემს თავში ბევრ ამას გავარკვევ, რაც ყველაზე ტკივნეული იყო, რაც ყველაზე ღრმად იყო დამარხული. კი არ გავიქცევი. რაც ყველაზე უცნობი იყო, რაც ყველაზე საშიში იყო. მე აღარ მჭირდება იქ ვინმე მითხრას პატივი ეცი მშობლებს. იქ საპატიებელი არაფერი არ არის მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მშობელი არა ვართ არაჩვეულებრივი და შეუცდომელი. სანამ ადამიანი იქამდე არ მიხვალ, რომ არ მიხვდები, რომ აი ეს სიტუაცია იყო შენი გაზრდისთვის და შენი სულიერი განვითარებისთვის აუცილებელი, უნდა გტკენოდა, რო გტკენოდა. მაგრამ კი უნდა გაქცეულიყავი. უნდა მომბრუნდე და უნდა ბოლომდე დააკვირდი, რატო გეტკინა, რისთვის გეტკინა, რა გეტკინა, სად გეტკინა. რა შემიძლია აქედან ვისწავლო, ვინა ვარ მე? ხო? თუ მაგას ვერ მოვახერხებ, მაშინ დაკარგული ვარ, თუ მაგას გავაკეთებ. მე ზღვის ერთი ნაპირიდან ქალაქს გადმოვიტან, ჩემი თვითცნობიერება, რომელიც კედელივით არის მათ შორის, ის უკვე გაიხსნება. გონება უკვე იხსნება, გული გახსნელია. ჩემი თვითცნობიერება ზევით ადის და უკვე სახური ხდება იმისი და ემსახურება იმას, აი როგორც ხმელი ტოტი, ჭუჭყიანი ფესვები. მიწით და ტალახით სავსეა, ცეცხლში რომ ჩაყაროს სინათლე და სითბო ხო იქცევა. აბსოლუტურად იგივე პროცესი ადამიანში. ერთი ქალაქის ზღვის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადმოტანა. აბსოლუტურად არაფერი განსხვავება არ არის, იგივე ალქიმია. ხოლო ჩვენი მონადირეც მაგას შეძლებს და გადმოიტანს ქალაქს და რომ ბრუნდება ხელმწიფესთან უკვე მეფემ არ იცის რა გააკეთოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ღრმავდება იქ ინტუიცია შეეხო მდედრობითი პრინციპი გახსნა, იქ მორჩილება ისწავლა, ეს მორჩილებაზე მდედრობითი ხასიათი უკვე აღარ არსებობს. მდედრი მორჩილებით იმარჩილებს მავრსაც და საკუთარ თავსაც, რაც კი გააჩნია, ხო ესეა. მე-21 საუკუნეში, მე-20 საუკუნეში მე ხლა ძლიერ ქვეყანაში ვიცხოვრე და მივხვდი, რომ თუ გინდა რომ განსაზღვრო, რამდენად განვითარებულია ქვეყანა, უნდა დააკვირდე, როგორია ქალის პოზიცია ქვეყანაში. თუ გინდა რომ მიხვდე რამდენად მდიდარია ქვეყანა, უნდა ნახო ნაგავის მოწესრიგებული რამდენად აქვს რა, სად აყრია და როგორ ყრია და რამდენად სუფთაა ქალაქი. რაღაცა საბანი რომელ მხარეს გადაიწევა, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთლიანობა მაინც ირღვევა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ქალმა რომ 1000 წლეულების შემდეგ ძალიან დაჩაგრული პოზიციიდან გამოსვლა დაიწყო და უცებ კაცებად ვიქეცით უყოლანი, ხო? ეს ისევ საბნის გადაწევა, გესმის, რაღაც კაცად კი არ უნდა იქცე. ლაოძი რომ ამბობდა, არც ჩემთვის ლამაზია ის სიტყვები. უნდა ცენტრში როგორც მდუმარე ტბა იყო, ანუ მდედრობითი იქ უნდა იყოს. და ზედაპირზე უკვე დინამიურობა შეგვიძლია. დინამიურობა ეგ იმას ანიშნავს, რომ კაცად იქცე და კაც დაუდგე და იმით ეჯაჯგურო და ეძალადო. არ არის ეგ მაგითი რაც საზოგადოება ირღვევა, მაგითი ჰარმონია ირღვევა, არ არის ცხოვრება ხარისხს კარგავს. იმიტომ რომ პოლუსებს თავისი ადგილი აქვს, პოლუსებს თავისი სილამაზე და სივრცე აქვს. და ყველა თავის ადგილას უნდა ვიდგეთ. როცა დავდგებით, მე საქმე სხვანაირად კეთდება. იქ ცხოვრება აბსოლუტურად სხვანაირი ხარისხით იშლება. ინდივიდის ცხოვრებაშიც, ოჯახშიც, ქალაქშიც, ქვეყანაშიც და პლანეტაზეც. მესამე გაკვეთილი დავალება, რასაც მეფე აძლევს მონადირეს არის ეუბნება არ ვიცია მომეყვანეო. მონადირის სახში აღარ მიდის, პირდაპირ მეზღაპრი ამბობს, რომ ტყეში შევიდაო და იქ ქოხში ერთი დედაბერი იყო და იმ დედაბერის ქოხში შევიდაო, რომელიც იძახდაო პილტონ, სადილი მომემზადეო და სადილი იშლებოდაო მაგიდაზე. აქ სწრაფად აღნიშნავ, რომ რადგანაც სახში აღარ ბრუნდება, ამას უკვე იმდენად მედიტაციურია ეს ადამიანი. დამიჯერეთ სანამ მედიტაციას დაიწყებ, დილას აღარ მოგჭირდება დაჯდომა თუ შუა დღისით თუ სადღაც უნდა თვალები დახუჭო და ცოტა ხანი ღრმად მაინც ისუნთქო, იმიტომ რომ მეცნიერულად დამტკიცებულია. შემოგონილი არ არის. როცა ყველაზე ძალიან გიჭირს, პირველი რაც გააკეთე, ღრმად ისუნთქე. იმიტომ რომ გონება და გული ერთნაირი სიხშირით იწყებს ვიბრირებას. და უკვე გონება გინათდება, უკვე მზადა ხარო, კარგი, ახლა რა უნდა გადავწყვიტო, რა შეიძლება გავაკეთო, შეიძლება რომ
საქმე როგორ შეიძლება საქმეს მივხედო, ის უკვე სხვა არის. მაგრამ როცა ძალიან მედიტაციო ოსტატებს რატო არ სჭირდებათ, რომ დაჭრენ და თქვა, ნუ აღარ ამბობენ. იმიტომ რომ ის ხელსაც კი არ გასწევს იმის გარეშე, რომ მედიტაციური არ იყოს გამოფხიზლებული ადამიანი. იმას ყოველ წუთს უმაღლესი ხედვიდან და იმაში უკვე ქრისტეს ცნობიერება გახსნილია, ხო? ეს უკვე აღარ მიდის. აღარ სჭირდება, უკვე ძალიან მედიტაციურია და კარებს შეაღებს ქოხს ბებრის სახში. ბებერი რომ გარეთ გავა, ეს ბებერია სხვათა შორის რუსები რომ ბაბა იეგას ეძახიან და ზუსტად ეგოზეა ლაპარაკი. ეგოს ყველაზე ძლიერი ფორმა არის მე ვიცი. და ბაბა იეგა ეძახის რაღაცას, რომელიც არა ჩანს და ეუბნება პილტონ, სადილი გამიშალე პილტონ, ღვინო დამისხი პილტონ, ეს აალაგე და ყველაფერი კეთდება იმის მაგიდაზე. მე გადის ქოხიდან და მონადირე ესეთ რამეს ეუბნება, პილტონ, მოდი ღვინო დამილიე. პილტონი ეუბნება, საუკუნეებია ვემსახურები დედაბერს და არასოდეს წყალიც არ შემოუთავაზებია, შენ ღვინოს ვთავაზობ, შენ ჩემი პატრონი იქნებია. აქ ეს ძალიან დიდი სიმბოლოა, ძალიან გასარკვევია და მინდა რომ სწორად გაიგოთ. პილტონი რადგანაც შეფარვით პლატონსაც გვაგონებს. ფილოსოფიური, ძალიან განვითარებული, ერუდირებული ინტელექტი და გონება. როცა ექვემდებარება უმაღლეს ხედვას და იმისი მსახური ხდება, იმ ადამიანში ego უკვე აღარ არსებობს. ადამიანში როცა უდიდესი დამკვირვებელი იღვიწებს, შინაგანი დამკვირვებელი, შინაგან მოწმეს ეძახიან ესე ოსტატები. დღესდღეობით დედამიწაზე რადგანაც ესეთი არეულობა ყველაზე დიდი მიზეზი იმის გამო, რომ გონება ბატონობს ყველაფერს და გონება არ არის